ქალბატონო ნათია, გადავიდეთ შაქრიან დიაბეტ ტიპ 2-ზე. რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა ამ ფორმის? იმიტომ რომ პრედიაბეტის მართვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ის გართულებები, თანხლები გართულებები გადავწიოთ შორეულ მომავალში და მომზადებულები შევხვდეთ ამ დაავადებას. კი ბატონო. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი როგორც წესი თვეების ზოგჯერ წლების განმავლობაშიც მიმდინარეობს. ანუ ეტაპობრივად ხდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბება. როგორც წესი, სანამ ტიპი 2 დიაბეტი ჩამოყალიბდება, შაქრიანი დიაბეტი, მას წინ უძღვის ეგრეთ წოდებული პრედიაბეტი, ეს არის დიაბეტის წინარე მდგომარეობა, თუმცა პრედიაბეტის სტადიაზე უკვე დაწყებულია ის გართულებები, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს გვხვდება. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომელიც მიმდინარეობს სიმპტომებით და ამ სიმპტომების ამოცნობა არის უმარტივესი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ხშირად მიმდინარეობს არაკლასიკური სიმპტომებით. მაგალითად, არ არის აუცილებელი იყოს ძალიან გამოხატული ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილის გრძნობა. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს უბრალოდ ზოგადი სისუსტე, უენერგიობა, ადვილად დაღლა, რაც შეიძლება დაუკავშიროს ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს, ესე ვთქვათ, ეგონოს სხვა დაავადება, თუნდაც აი მაგალითად ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპოთირეუსაც ახასიათებს მსგავსი ჩივილები, რკინა დეფიციტურ ანემიას, ანუ ძალიან რთულად ხდება ამოცნობა შაქრიანი დიაბეტის ადრეულ ეტაპზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ტიპი 1-ისგან განსხვავებით თქვენ რაც იკითხეთ, ამ შემთხვევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სკრინინგი. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ჩივილები გამოხატული არ არის, დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ადამიანი არის მაღალი რისკის ჯგუფში. რა არის მაღალი რისკის ჯგუფი? ჭარბიწონა, სიმსუქნე, უმოძრაობა, არაბალანსირებული კვება და რაც მნიშვნელოვანია, პირველი რიგის ნათესავები, რომელსაც აქვთ დადგენილი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, 40-55 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ვურჩევთ ხოლმე, თუნდაც ჩივილების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოხდეს გლუკოზის გაკონტროლება. ოღონდ აქ ხშირად საუბარია არა მხოლოდ გლუკოზის, ანუ შაქრის კონტროლზე, არამედ ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეს ცოტა უფრო მაღალსპეციფიური ანალიზი, მაგალითად გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ეს არის ანალიზი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში როგორი იყო შაქრის საშუალო დონე. ამიტომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სკრინინგის დაგეგმვაც ალბათ უნდა მოხდეს ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, რომ სწორად და დროულად ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი ან თუნდაც პრედიაბეტი. პრედიაბეტი მიმდინარეობს მომატებული შაქრის მაჩვენებლით, მაგრამ ამ დროს შაქრის მაჩვენებელი არ შეესაბამება შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს. ანუ უფრო დაბალია ვიდრე შაქრიანი დიაბეტის დროს, თუმცა არც ნორმაში. ამიტომ აი ამ მდგომარეობების დიფერენცირება ნორმას პრედიაბეტსა და დიაბეტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩვენ სრულად დღესდღეობით მოვახდინოთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენცია. ამიტომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. და მკურნალობაში თუ არის დღევანდელ დღეს რაღაცა ცვლილებები, თუ შეიცვალა მიდგომები, გაიდლაინები, რა ხდება ამ მსოფლიოს ენდოკრინოლოგიაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვის მიმართულებით და თუ არის რაღაცა რევოლუციური სიახლე? ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გვაქვს უამრავი მედიკამენტი, რომელიც უნდა მოხდეს, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს ძალიან სწორად ენდოკრინოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით. დღეს მოზრდილსაც დასრულთა ენდოკრინოლოგები ძალიან განებივრებული ვართ, ძალიან დიდი მედიკამენტების, ასე ვთქვათ, მედიკამენტების დიდი არჩევანით და შეგვიძლია ძალიან თავისუფლად ავირჩიოთ. აქ ახლა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი. თუ კი რამდენიმე წლის წინ ჩვენი სამიზნე იყო გლიკოზირებული ჰემოგლობინის გამოსწორება, ანუ უბრალოდ შაქრის ნორმაში მოყვანა და მხოლოდ ამას ვაკვირდებოდით, დღეს ცოტა სხვა ამოცანა გვაქვს. ანუ შაქრის ნორმალიზებასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ ყველა ის ორგანო, მაგალითად თვალი, მაგალითად გულსიზრახთა სისტემა, თირკმელი, რომელიც შესაძლოა გახდეს შაქრიანი დიაბეტის გართულების, ესე ვთქვათ, გართულების შემდგომ დაზიანდეს. ამიტომაც თანამედროვე მედიკამენტები, რასაც ვიყენებთ, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ერთი უნდა ჰქონდეს აუცილებლად ნორმოგლიკემიის მიღწევის უნარი და ამასთან ერთად უნდა ჰქონდეს სხვა დადებითი ეფექტები. მაგალითად
უფრო მეტად გულსიზრახთა სისტემაზე, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან ხშირად ზიანდება შაქრიანი დიაბეტის დროს და ასევე ნეფროპროტექტორული, ანუ თირკმლის დამცავი ეფექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა აზრის ხართ, აი ხა ენდოკრინოლოგია როცა ყავს სტუმრად, ყველას უსვამთ ამ შეკითხვას. დაახლოებით ვხვდები. ხო, ახალი აი ეს გასახდომი საშუალებები, სახელს არ ვიტყვი. ეს პრეპარატები შეიქმნა როგორც შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო. ეს არის არაჩვეულებრივი პრეპარატი, აი ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ოღონდ როდესაც ნიშნება მიზანმიმართულად ენდოკრინოლოგის რეკომენდაციას. ანუ ეს მინდა გავიკეთე არ არის. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან ბევრი უკუჩვენება. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, ანუ როგორც წესი მიმდინარეობს სიმსუქნით და ჭარბიწონით, აი ამ პრეპარატმა ორმაგი სარგებელი მოგცა და კიდევ უფრო მეტი. GLP-1 აგონისტი, ცნობილი პოპულარული მედიკამენტები დღეს გაიდლაინში შეტანილია როგორც ნეფროპროტექტორი. ანუ შეიძლება შევჯერდეთ იმაზე, რომ თანამედროვე ფარმაკოთერაპია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გვაძლევს ძალიან დიდ საშუალებას, რომ მოვახდინოთ შაქრიანი დიაბეტის, იქნება ეს ტიპი 1 თუ ტიპი 2-ის პრევენცია და იმ გართულებების გადავადება შორეულ მომავალში, რაც მოყვება ამ პათოლოგიას. და ბოლოს თქვენი გზავნილი, მოკლედ რო გითხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, დაველოდებით სიმპტომების არსებობას, როდესაც ვართ გარკვეულ რისკ ჯგუფში, ანუ ოჯახში პირველი რიგის ნათესავები დაავადებულნი არიან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, სკრინინგი არის აუცილებელი, ანუ სიმპტომების გარეშე გლუკოზის, ანუ შაქრის მაჩვენებლის შეფასება. ეს იქნება ჩემი გზავნილი, რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება, ერთი შევძლებთ დაავადების პრევენციას, ან დაავადების მკურნალობა მეტად წარმატებული იქნება. ხალბატონ მარიამ, თქვენი ჩემი გზავნილი კი პირველ რიგში იქნება მშობლების მიმართ ჯანმრთელი ცხოვრების წესი მათი შვილებისთვის. დიაბეტის თუ არა დიაბეტის შემთხვევაში არის ამომავალი მათი დასრულ ასაკში ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ვურჩევდი, რომ ყვება იქნება ცხოვრების წესი ძილი თუ ასე შემდეგ, აი ამას მივაქციოთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ დასრულ ასაკში მათი შვილები იყვნენ ჯანმრთელი. ხოლო ტიპი 1-ის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც თქვენი ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი გაძლევთ.